გამარჯობა, მე რუსკავარის გადაცემა ალგორითმი, რომელიც ქართულ მედია ჯგუფმა 28 ნოემბრის შემდგომ სრულიად დაუთმო ახალგაზრდებს და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მაყურებლისთვის თავის სათქმელი თქმა და რეალობის უკეთ დანახება სურდათ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება დიანა გრიგორიანი, რომელიც არის სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ევროინტეგრაციაზე, ახალგაზრდების როლზე, მითებსა და რეალობებზე, რომლებიც ამ თემის გარშემო არსებობს. გამარჯობა დიანა, პირველ რიგში მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ხარ. და ესეთ მნიშვნელოვან თემაზე რო ვაპირებ რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რომ ახალგაზრდებზე არ გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, დარწმუნებული ვარ თქვენც და მეც კარგად ვიცით, რომ აქამდეც კი 28 ნოემბრის ამბებამდეც და დღესაც ძალიან დიდი ხელშეწყობა მოდიოდა ახალგაზრდებისთვის ევროკავშირიდან და ევროპული პროგრამებით თუ პროექტებით. გაცვლითი პროგრამები იყო, ტრენინგები, ბანაკები, ან მაქსიმალურად იყო ორიენტირებული ახალგაზრდებზე და ახალგაზრდების განვითარებაზე. თავდაპირველად ამაზე რომ ვისაუბროთ, ევროინტეგრაცია რა სარგებელს მოუტანს ახალგაზრდებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაცია როგორც ევროპასთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინსტიტუციონალურ ასპექტში დაახლოების პროცესი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს განვითარების ძალიან ბევრი დარგისთვის და სფეროსთვის, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდებს უყვარს ხოლმე ამ ტერმინის ჩვენებურად ინტერპრეტაცია, რაღაცა ჩვენს იმედებს და სხვა სამომავლო გეგმების პერსპექტივას ვაქვსოთ ხოლმე. ცხადია, ევროინტეგრაცია მოიტანს რიგი ღირებულებებისა და შესაძლებლობის დანერგვასა და განვითარებას, თუკი ჩვენ ევროინტეგრაციიდან წამოსული რესურსებს სტრატეგიულად კარგად გამოვიყენებთ. გულისხმობ ღირებულებებსა და შესაძლებლობებში, სწორედაც რომ დემოკრატიული ფასეულობის დანერგვასა და გაძლიერებას, ამაში შეიძლება ვიგულისხმოთ ადამიანების უფლებები და თავისუფლებები, ინდივიდის წინ წამოწევა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და გაძლიერება, სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ახალისება და სხვა. და როდესაც ვსაუბრობთ შესაძლებლობებზე, ცხადია, ევროინტეგრაციას მოაქვს სახელმწიფოს განვითარების სხვა ასპექტებში, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ინსტიტუციონალური და ხშირ შემთხვევაში ამას უკვე მოყვება შემდეგ უფრო ხარისხიანი განათლება, უკეთესი პროფესიული ბაზარი, იქნება ეს ჩვენი პოპულარიზაცია როგორც სახელმწიფოსი საერთაშორისო არენაზე და სხვა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაცია ეს არის უდიდესი პოტენციალი და თუკი ჩვენ ამ რესურსებს, მიღებულ რესურსებს და შესაძლებლობებს სწორად გამოვიყენებთ და სტრატეგიულად გამოვიყენებთ, ცხადია, ძალიან დიდ პროგრესაც მივიღებთ და ამაში ახალგაზრდების როლი არის უმნიშვნელოვანესი. როდესაც ვსაუბრობთ ღირებულებებზე, რომელიც ევროკავშირს ახლავს, და როდესაც ვსაუბრობთ ტრადიციებზე, კულტურაზე, ენაზე, ახალგაზრდებში დიდად არ არის ხოლმე ეს პრობლემა, მაგრამ შედარებით ასაკიან ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ ეს ბენეფიტები მიღებული, პირადად ის ბანაკები, ტრენინგები თუ გაცვლითი პროგრამები გამოცდილი, რომელსაც ევროკავშირის თავაზობს ახალგაზრდებს, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რაღაც ცრუ წარმოდგენები, მითები, რომ მაგალითად თუ გავხდებით ევროკავშირის წევრი, დავკარგავთ ენას და აღარ გვექნება ჩვენი საკუთარი რწმენა, მოგვიწევს რელიგიის შეცვლა. ამაზეც რომ ესაუბრო, ან შენ რა გაგიგია მსგავსი მითები და როგორ შეგვიძლია ჩვენ ახალგაზრდებს, რომ ეს მითები რეალობად ამ მითებს რეალობად დავუპირისპიროთ. კი, ცხადია, ჩვენ უფროსი თაობისგან ძალიან ხშირად გვესმის მსგავსი ევროსკეპტიკური ნარატივები, ასე რომ ვთქვათ, ისაც ძალიან გავრცელებული ასეთი მითები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კრიტიკულად შევხედოთ ამ საკითხს. პირადად ჩემი გამოცდილებიდან რომ ვისაუბრო, როგორც კურსდამთავრებული ისეთი პროექტების და როგორც იმ განმოსახედიდან რომ ვისაუბრო, რა გამოცდილებას მივიღე ევროკავშირის დაფინანსებული პროექტებიდან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ პროექტებში პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენ რომ გაგვეზიარებინა ჩვენი კულტურა, გაგვეზიარებინა ჩვენი თავისებურებები, ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები, მათ აინტერესებთ ეს ყველაფერი და ისინი ცდილობენ რომ ეს ყველაფერი წინ წამოწიონ და უფრო მეტად გააცნონ თლიან ევროპას. აქედან გამომდინარე, ის ნარატივი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება თუ ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესი მოგვიტანს ჩვენს კულტურული იდენტობის დაკარგვას ან რაღაცა სუვერენიტეტში ჩარევას და ასე შემდეგ, სრულად არ შეესაბამება რეალობას, ეს არის მცდარი ნარატივი და შემიძლია დაზუსტებით თქვა, რომ პირიქით ხდება ამ ყველაფრის პოპულარიზაცია და ასე ვთქვათ, უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლა, ვიდრე ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებია. მეტყვი ყველაზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ამისთვის მე მომყავს ხოლმე ენის მაგალითი, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ ენას დავკარგავთ და მოგვიწევს, რომ ქართული ენის მაგალითად გამოვიყავთ პირობითად ინგლისური ენა, ევროკავშირი არის ის გაერთიანება, სადაც 24 სახელმწიფო ენა აქვს და ის 27 წევრი ქვეყანა და ის სამიც, იმიტომ რომ ემთხოვა ერთმანეთს ენები და მაგის გამო არ აქვს მიღებული ოფიციალურ ენად. ამიტომ ჩვენ როდესაც გავხდებით ევროკავშირის წევრი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გარდა 27 სახელმწიფოსთვის იქნება ქართული ენა ოფიციალური სახელმწიფო ენა. ამიტომ რაღაცნაირად
რთული მე პირადად და დარწმუნებული ვარ თქვენც, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აქვთ იმაში, რომ ეს მითები დაამსხვრიონ და მათზე ასაკი ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს, თანატოლებს ის რეალობა მიაწოდონ, რასაც რეალურად ეხება მათი პროექტები, პროგრამები, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ აქამდე. აი, მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ, რა შეიძლება გააკეთონ ახალგაზრდებმა იმისთვის, რომ რეალურად დაანახონ მოსახლეობას და დაანახონ რა ბენეფიტებს გვთავაზობს ევროკავშირი, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს და როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ამ მითების დამსხვრევა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ახალგაზრდების როლი როგორც სამომავლოდ ამინდის შემქმნელების როლი უმნიშვნელოვანესია. მე ვფიქრობ, რომ ორი ასპექტი უნდა გამოიყოს. აქ უპირველეს ყოვლისა განათლება ცხადია, ეს არის ყველაზე დიდი იარაღი ჩვენ ხელში, რაც შეიძლება შემდეგში განვითარებისთვის გამოვიყენოთ. უპირველეს ყოვლისა ცხადია, უნდა ამოვიღოთ ცნობიერება ყველა ამ საკითხზე, ევროინტეგრაციაზე. ანუ ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეალობა და ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო პოლიტიკურ ცხოვრებაში ცხადია, უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, თუ კი ჩვენ ვეცდებით, რომ ავიმაღლოთ ცნობიერება ყველა ამ საკითხზე, შევხედოთ კრიტიკულად, დავსვათ კითხვები, გავაანალიზოთ, შევაფასოთ, შესაძლოა ჩვენ მივიღებთ იმ ნარატივებს, რომელიც ჩვენი ხედვიდან გამომდინარეობს და არა რომელიც რაღაცა კონკრეტული პირების მიერ არის შედგენილი და შემდეგში გავრცელებული. მეორე მხრივ უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ჩართულობა გავზარდოთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ახალგაზრდებს ვიტყოდი, რომ ქვეყნის სამოქალაქო პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩავერთოთ და როდესაც მაგალითად ნახავთ რაიმე წარმოდგენას სთან ნარატივს იქნება ეს დეზინფორმაცია თუ მისინფორმაცია ამ ყველაფერზე ჩვენც უნდა მოვიღოთ ხმა, ჩვენც უნდა გავავრცელოთ სწორი მიდგომა და არ უნდა დარჩეს ეს მოკლედ ჩვენი აღმოჩენა ჩვენთან. ასევე შეგვიძლია ჩავერთოთ ნებისმიერ ტრენინგში, ჩავატაროთ ჩვენ თვითონ ტრენინგი, ადვოკატირების კამპანიებში ჩავერთოთ და ამ ყველაფრით ამ არაფორმალური განათლების აქტივობით შევძლოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენთან დარჩეს ეს ინფორმაცია, არამედ სხვასაც გავუზიაროთ და სხვისი ცნობიერებაც ამომაღლოთ ამ პრობლემით გადასალახავთ. სხვადასხვა პერიოდში და ფაქტიურად ყოველთვის არ შეიძლება რომ აღნიშნოს რომ ყოველთვის იდგა დღის წესრიგში ის რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქცევდნენ ამას ძალიან ყურადღებას რომ დაერღვიათ მითები ევროკავშირთან დაკავშირებით, თუნდაც ამერიკასთან დაკავშირებით და სხვადასხვა მიმართულებით ის მითები რომლებიც საზოგადოებაში არსებობდა. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ დღესდღეობით რა სიტუაციაში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ რომ უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა იმ ახალი კანონებიდან გამომდინარე და კანონ პროექტებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში შემოიტანა და კიდევ შემოაქვს სამწუხაროდ. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, აი დღეს რაში ხედავთ გამოსავალს, სად შეიძლება ახალგაზრდებმა ეძებონ შესაძლებლობები იმისთვის, რომ ამოიღონ ხმა, ჩაერთონ პროექტებში, ტრენინგებში და შემდგომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვებს. კი, ცხადია, ძალიან რთული სიტუაცია ამ კუთხით, იმიტომ რომ სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ის ძალა, რომელიც უზარმაზარ შრომას დებდა ჩვენს განვითარებაში. მე პირადად ჩემი გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციებთან ძალიან ხანგრძლივია და დიდია და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს განვითარებაში და წინსვლაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. აქედან გამომდინარე, ძალიან გულდასაწყვეტია ეს რეალობა, თუმცა არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი არც ერთ შემთხვევაში, პირიქით ჩვენ უნდა გავხდეთ ახლა ის ინიციატორები, რომლებიც რაღაცა სწორედ ასე გამოსავლებს მოძებნიან, რაღაცა კონკრეტულ გზებს დასახავენ და პროტესტის ნიშნად გააკეთებენ ისეთ ქმედებებს და აქტივობებს, რომელიც შეცვლის ამ რეალობას. ანუ არანაირად არ შეიძლება ამ რეალობისთვის თავის დახრა, პირიქით ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ შეწყდეს ჩვენი ახალგაზრდობის ამ კუთხით განვითარება და განათლება. იმიტომ რომ ეს გამოცდილება შეიძლება ითქვას, რომ შეუფასებელია, რაც მათ ჩვენ მოგცეს და გამოგვაცდენეს. ბატონო, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ მეც სულ ამოფხმე რომ წერა და კითხვა პირველად ვისწავლე არასამთავრობო ორგანიზაციაში და შემდგომ უკვე არ ყოფილა მომენტი, როდესაც რაღაც ჩავარდა მქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის და ვიცი რეალურად როგორ იხარჯებოდნენ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ახალგაზრდების განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი, როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტში, ისე სრულიად ქვეყანაში. რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებზე დავიწყეთ საუბარი, მინდა რომ თქვენს არასამთავრობო ორგანიზაციასაც შევეხო, რომელსაც წარმოადგენთ. ეს არის სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი, ამაზეც როგორ საუბრობთ, რა საქმე აქვს თქვენი ორგანიზაცია და ამ ეტაპზე თუ სთავაზობთ რამეს ახალგაზრდებს, ან თუნდაც მოსახლეობას. კი ბატონო, ჩვენი ორგანიზაცია არის ძალიან აქტიური ამ მიმართულებით, ძირითადად მუშაობს სწორედ დეზინფორმაციასა და მედია დეზინფორმაციასთან და მედია პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით და აძლიერების მედია წიგნიერებას სწორედ ახალგაზრდებში. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი აუდიტორია ყავს ორგანიზაციას და მისი ცნობადობა
და სანდოობა უკვე ძალიან მნიშვნელოვნად შესამჩნევია. მაგალითად, გასულ კვირებში გქონდა უბრალოდ უკვე დიდი ხანი გრძელდება ეს პროექტი, რომელიც 3 ეტაპისგან შედგებოდა. თქვათ, გავიარეთ პირველ ეტაპზე მედია ციგნიერებასთან დაკავშირებული ტრენინგი, შემდეგ ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში გადავემზადეთ და შემდეგ უკვე ვილნიუსში ვიყავით სასწავლო ვიზიტით, სადაც კიდევ უფრო გავიღრმავეთ ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგალითად მივიღეთ ლიეტური პერსპექტივა მედია ციგნიერებასთან დაკავშირებით, მათი ლოკალური პრობლემები და გადაწყვეტის ხერხებიც მოვისმინეთ და სადაც მნიშვნელოვანია პერსპექტივების გაზიარება, პარალელების გავლება, რაც შემდეგში დაგვეხმარება, რომ ჩვენი ლოკალური პრობლემები მოვაგვაროთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ორგანიზაცია ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას წევს ახალგაზრდების განვითარებაში და მუდმივად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეული ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესდება ამ ყველაფერით და დაინტერესოს, რა თქმა უნდა, ბევრი ახალგაზრდა წავიდეს წინ და ასე ვთქვათ, იყოს უფრო მეტად განვითარებული და ამ კუთხით განათლებული, ცნობიერება ამაღლებული. ბატონო, წეღანაცაურნიშნე ხაც მინდა გავიმეორო, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ამ ახალი კანონებიდან გამომდინარე და იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელსაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ქმნის ქვეყანაში, სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციებს შექმნათ დიდი პრობლემები და ეს პრობლემები გამოიხატება იმაშიც, რომ ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაკარგა აუდიტორია შიშის გამო, წნეხის გამო, შევიწროების გამო, იმიტომ რომ ოჯახიდან მაინც მოდის ხოლმე ახალგაზრდების შემთხვევაში განსაკუთრებით, რომ სთხოვენ რომ ჩამოშორდეს ამ ორგანიზაციებს, იმიტომ რომ უპირისპირდებიან ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, იღებენ ახალ კანონებს და ეშიათ რომ საკუთარი შვილებიც არ გაერიონ ამ კანონის ამბებში, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული რუსული კანონის ამბების დროსაც და ახლა ფარას კანონის დროსაც პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას ეხებოდა საქმე და ძალიან დიდი შიში გამოიწვია ამ საზოგადოებაში. ამიტომ მაინტერესებს რამდენად დიდია ინტერესი თქვენი პროექტების მიმართ, იმიტომ რომ როგორც ძალიან წარმატებით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს თქვენი პროექტები და მაინტერესებს ეს პრობლემები ხო არ შექმნიათ თქვენს. კი ბატონო, ძალიან კრიტიკულია ის რეალობა, რომელსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ზეწოლა ძალიან დიდია და ცხადია ეს ფსიქოლოგიურად იწვევს შემდეგში საზოგადოების გატეხვასაც. თუმცა, როგორც უკვე აღნიშნე, ამ გასულ პროექტებშიც ძალიან დიდი იყო ჩართულობა ახალგაზრდების, ვინაიდან თვითონ ამ ორგანიზაციის ცნობადობა და ნდობაც ძალიან ამაღლებულია, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს უკვე წლების განმავლობაში ამ პროექტი 10 წელზე მეტია დაახლოებით მიმდინარეობს ამ პროექტების განხორციელება და ასე ვთქვათ, მათ ყავთ აუდიტორია, რომელიც შემდეგში მათ სანდოებაზე კიდევ უფრო მე ახალგაზრდას უზიარებს ინფორმაცია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არ უნდა დავკარგოთ იმედი ამ მრთულებით, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს და ჩვენი საქმიანობა, რომელიც ცხადია სიკეთეს ემსახურება და ცხადია ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება, უნდა გაგრძელდეს არსებული ტემპით და ტენდენციით. როგორც უკვე აღნიშნე და როგორც მეც ვიცი, თქვენ მყავთ პროექტის მონაწილე, ამიტომ თქვენგან მაინტერესებს ეს ცოდნა და გამოცდილება რამდენად შეგიძლიათ დღეს გამოიყენოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხა გვიყურებენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ამოვიცნონ მაგალითად რომელია ტროლი და რომელია რეალური აკაუნტით დაწერილი კომენტარი, რომელია ბოტით დაწერილი, ბოტების მიერ დაწერილი კომენტარი, არ იცი როგორ გადაამოწმონ რეალური ინფორმაცია თუ სწორი ინფორმაცია, როგორ მოიძიონ სხვადასხვა საიტებზე სწორი ინფორმაცია. ამიტომ თქვენი გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ ამასთან დაკავშირებით, რამდენად გამოგადგათ ეს პროექტები და რა რჩევებს მისცემთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, ცხადია უზარმაზარი საუკუნეში ამ ტექნოლოგიური განვითარების ფონზე ამ ციფრულ ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ ამ კუთხით ცნობიერება ამაღლებულები, იმიტომ რომ კრიტიკული აზროვნების და სწორი შეფასების უნარი არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. აქედან გამომდინარე, ძალიან გამომადგა ეს პროექტი, მისი თითოეული ეტაპი იყო ახლის მომტანი და ახლის შემცნობი. აქედან გამომდინარე, თვითონ ლიეტური პერსპექტივის გაზიარება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დამეკავშირებინა შემდეგში რაც კონკრეტული ასპექტები, როგორ შეიძლება საქართველოში თქვათ რაღაც კონკრეტული პრობლემები მოვუგვაროთ, იმიტომ რომ მათაც სწორედაც რომ რუსულ პროპაგანდასთან აქვს პრობლემა და შესაბამისად მათი ბრძოლის მეთოდები ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო რომ გამეგო. მეორე მხრივ როგორც უკვე აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდები ჩავერთოთ სამოქალაქო პოლიტიკურ ცხოვრებაში და ვიპოვოთ ჩვენ თავში ის ინიციატორები, რომლებიც რაღაცა კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებენ. შესაბამისად მე ჩემი მხრივ მოდიმოდ სადაც მიმიწვდება ხელი ახალგაზრდულ აუდიტორიასთან, მოდიმოდ გავავრცელო ამ ყველაფერზე ინფორმაცია, ამაღლო მათი ცნობიერება. შესაბამისად
ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ყოველთვის შეუფასებელია, რასაც აღნიშნულ პროექტების განმავლობაში ვიღებ და კონკრეტული ამ პროექტის განმავლობაში მივიღე. მადლობა ძალიან დიდი დიანა. რა მაინტერესებს წევანახსენელიატური პერსპექტივა და გამოცდილება, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა და ამაზე როგორ საუბრო, რას გამოარჩევდი იქ მიღებული ცოდნა გამოცდილებიდან და რის გამოყენება შეიძლება ჩვენს რეალობაში თქვენი აზრით. კი ბატონო, როგორც უკვე აღნიშნე, მათაც ჩვენსავით რუსულ პროპაგანდასთან აქვთ ძირითადად ცხადია პროპაგანდა ძალიან ბევრი მიმართულებით ვრცელდება ძალიან ბევრ თემაზე, თუმცა ყველაზე მეტად მძლავრობდა იქაც რუსული პროპაგანდა, რაც ჩვენთანაც აქტუალურია, ცხადია, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი მანქანა. ამ შემთხვევაში ჩვენ უკეთესად გავეცანით პროპაგანდის ტექნიკებს, სხვა სტილს, ტიპს, რომლის ამოცნობას ვისწავლეთ. შესაბამისად, შემდეგში, როდესაც რაღაცა კონკრეტულ ნარატივს წავაწყდები, ან კონკრეტული პირებისგან წამოსულ განცხადებებს მოვისმენ, უკეთესად გავიგებ რა ტიპის ზეწოლა ხდება, ამ კუთხით რა ტიპის манипуляცია ხდება და როგორ შემიძლია მე ყველაფერი ავირიდო თავიდან. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი გამოცდილების გაზიარების დროს ჩვენ გავიგეთ თუ როგორ იყენებენ კიდევ როგორ იყენებს რუსული პროპაგანდისტული მანქანა სხვადასხვა ხერხებს იმისთვის, რომ რაღაცა დეზინფორმაცია მიაწოდოს მსმენელს. შესაბამისად, ჩვენც შეგვიძლია ახლა უფრო ყურადღებით ვიყოთ და უკეთესად დავაკვირდეთ რაღაცა კონკრეტული აქტივობა წამოსულია პროპაგანდისტული ნარატივიდან თუ არის უბრალოდ რაღაცა ჩვეულებრივი კადრი. აქედან გამომდინარე, ამ გამოცდილებამ მომცა მეტი ცნობიერება იმაზე, რომ შემდეგში უფრო დაკვირვებული, ინფორმირებული და ასე თუ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უფრო კრიტიკულად ჩავაფასო ყველაფერი. კი ბატონო, რუსული ხერხები ახსენეთ სიუჟეტში მოკლედ ვიტყვი. თუ ხედავთ დღესდღეობით, აი ჩვენ სოციალურ სივრცეში, ტელევიზიაში, ინტერნეტ მაუწყებლობებზე ამ რაღაც რუსულ გავლენებს და რით შეგვიძლია თქვენი აზრით და მიღებული ცოდნით, რომ რაღაც განვასხვაოთ ერთმანეთისგან რეალურად რა არის უბრალოდ მოგონილი ამბავი, რომელიც რაღაც უგრუპულად დაწერა ვიღაცამ ესე მაყურებლისთვის გასაგებენაზე რა თქვა და რაღაც არის განზრახ დაწერილი, რომ ხალხი აიყოლიას და დააპანიკოს. როგორ შეგვიძლია ეს განვასხვაოთ? კი ბატონო, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ხშირად უკვე შეიმჩნევა რუსული ნარატივები ჩვენს მედია სივრცეში, ნებისმიერი მედია პროდუქტის შემთხვევაში, მაგალითად არჩევნების დროს ჩვენ ნახეთ რაღაცა კონკრეტული არჩევნებზე წასვლის мотиваციით გადაღებული კლიპები, რომელიც იყო ანალოგი, თქვათ, რუსული გადაღებული ვიდეოდან, ასევე ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ რაღაცა რუსული პროპაგანდისტული მანქანა ძალიან ხშირად იყენებს ერთი და იგივე პირის სხვადასხვა იდენტობად წარმოჩენას, რაც ასევე აღენიშნებოდა ჩვენს მედია სივრცეში, შესაბამისად, უკვე ძალიან ინტენსიურად, აქტიურად ხდება, რაც თქმა უნდა ხდებოდა, მაგრამ ახლა პოლიტიკურ ვითარებასთან და პოლიტიკურ მინცთან ერთად კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. მე ვურჩევდი ყოველს, რომ კიდევ უფრო დაკვირვებული იყოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ინფორმაციას კიდევ უფრო დაკვირვებით მოეკიდოს. იქნება ის გრამატიკული გრამატიკული სტრუქტურა, იქნება ის თუ ვინ დაწერა ეს მის ვებგვერდზე გადასვლისას ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რამდენად აქტიურია მისი ასე ვთქვათ ანგარიში, რამდენად ხშირად ავრცელებს მსგავს ნარატივებს და ჩვენ ძალიან მარტივად მოვახდენთ იმის იდენტიფიცირებას, ეს იყო რაღაცა კონკრეტული манипуляციის მიზნით გავრცელებული თუ იყო რაღაცა რეალობასთან შესაბამისად, თუ კი ჩვენ ვიქნებით უფრო მეტად დაკვირვებულები, უფრო კრიტიკულად შევაფასებთ ყველაფერს, ვფიქრობ, რომ შევძლებთ არ მოვექციოთ რაღაცა კონკრეტული ნარატივების გავლენის ქვეშ. კი, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მარტივად შეგვიძლია ხოლმე გადავამოწმოთ ტროლები, წერენ თუ რეალური აკაუნტები, იმიტომ რომ როდესაც შედიხარ გვერდზე, ან რაღაც ბოროტული კომენტარი, როდესაც არის დაწერილი და გადადიხარ ავტორის გვერდზე, ხშირ შემთხვევაში ყავთ ხოლმე 10 მეგობარი, 1 მეგობარი, გახსნილია 2 დღის წინ პროფილი, ან შეიძლება გახსნილი იყოს 2020 წლის რაღაც კონკრეტულ რიცხვში, მაგრამ ერთი პოსტის მეტი არ ქონდეს დადებული და 10 მეგობრის მეტი არ ყავდეს. ამიტომ რაღაც ჩვენთო შეგვიძლია ვებრძოლოთ ხოლმე რეალურად ეს ასეთი აკაუნტებს თუნდაც დარეპორტებით, რაც ძალიან მარტივი მეთოდია, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი როდესაც დარეპორტებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე, Facebook-ი და მეტა უკვე აღიქვამს ამას როგორც
ყალბ აკაუნტს და ჩვენ ვიცით რომ ამის შემდგომ უქმდება აკაუნტები, ამიტომ ჩემი აზრით ახალგაზრდებს, ადამიანებს, ზოგადად მოსახლეობას ძალიან დიდი ძალა აქვთ სოციალურ პლატფორმებზე ბრძოლისთვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ რომ ძალიან აქტიურად და გასაშავებლად აქტიურად იყენებენ ტროლების და ბოტების აკაუნტებს, რასაც სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი რეალურობად აღიქვამს და იჯერებენ იმას, რომ ის კომენტარები და იმ კომენტარების უკან ყოფი ადამიანები რეალურები არიან. ხშირ შემთხვევაში კი მხოლოდ სიძულვილის ენას აღქვენ ხოლმე. ამიტომ არ შემიძლია არ დაგეთანხმება, რომ მედიაციის ციგნიერება და ცნობიერების ამაღლება ზოგადად კიბერმმართველობით, დეзинფორმაციის მმართველობით, მედიაციგნიერების მმართველობით ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში ისეთი ორგანიზაციების როლი, როგორსაც თქვენ წარმოადგენთ, როგორსაც მე წარმოვადგენ ხშირ შემთხვევაში და ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, რომლებიც ჩვენს გარშემო უკვე ძალიან ბევრი წელია იბრძვიან იმისთვის, რომ საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება მედიაციგნიერების მმართველობით. მადლობა, რომ დღეს ჩემთან იყავით. მადლობა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეთ და გაამახვილეთ ყურადღება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც კიბერმმართველობით ომი არის მუდმივი, სოციალურ პლატფორმებზე ომი არის მუდმივი და ყოველთვის ამოხმობენ და ახაც გავიმეორებ, რომ ომი არ არის მხოლოდ ის, რომ გესვრიან და ომი არ არის მხოლოდ ის, რომ ხედავ შენს რეალურ მტერს. სამწუხაროდ უკვე მრავალი წელია და რეალურად რაც სოციალური ქსელები შემოვიდა აქტიურად ჩვენს ცხოვრებაში იმ პერიოდიდან, რაც ომი მიმდინარეობს სოციალურ პლატფორმებზეც ფარული აკაუნტების მხრიდან. ამიტომ მადლობა რომ ამ ყველაფერზე გაამახვილეთ დღეს ყურადღება, გესურვებთ წარმატებებს და იმედი მაქვს რომ მალე დადგება დღე, როდესაც აღარ მოგვიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა და აღარ მოგვიწევს ასეთ თემებზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ცნობიერად გაზრდილი ამ მმართველობით. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამდენად მნიშვნელოვან თემებზე მედიაციგნიერებასა და ევროინტეგრაციაზე მესაუბრა. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ძალიან კრიტიკული რეალობის წინაშე ვართ, თუმცა აუცილებელია, რომ ის რაღაცა ბრძოლის უნარიანობა და ის შემართება შევინარჩუნოთ, რომელიც მოგვყვება ამდენი ხნის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელსაც წარმოადგენთ ამ ეტაპზე და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ფენომენმა სწორედ ის გვასწავლა, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია სახელმწიფოს და ახალგაზრდების განვითარებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მისი შენარჩუნებისთვის. მე კიდევ გემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ პარასკევს საღამოს 9 საათზე. ნახვამდის.